და თედოს პირველი დარტყმა და ჩვენი პირველი ქულები 3-0 დაწინაურდა საქართველოს. ამაზე მიიღე ჯარიმა სონსუნგლის გამორბენი დარტყმა ზუსტია 3-3 თანავდება ანგარიში. კონტაქტის ზონაში გვაქვს უპირატესობა და აქვს ამ კაცს რაც თავარია გაავშალეთ ხაზე ზურგსკან გადაცემა გრძელი პასი დავით ნინიაშვილი არისო გამართლებული. და ახლა მოგვიწევს თავის დაცვა ძალიან დიდი. საიდან მორბის დააკვირდით და თუ დაეწევა უნდა დაგვეხმაროს. ძალიან დაგჭირდება ვინ იქნება პირველი და გაგვიტანის. არა გავუშვით ძალიან დასანანილელო არაფერი მოასწავებდა ამას გარდა არასწორი გადაწყვეტილებისა რომელიც მივიღეთ. გავშალეთ ნაკლებობაში ხელით და ჩვენ შეცდომაზე დილან რაილი მისარგებლა ჩვენი შეცდომით. გაგვიტანა ლელო დაგვადუმა არა და რა კარგი ფაზები მივაწყეთ. და ძალიან დასანანი იყო ეს ლელო რა თქმა უნდა არ უნდა გაგვეტანა და გეთანხმები საბაჯერ კარგად უნდა დაგვეჩეჩქვა მე თქო რამდენიმე დარტყმა უნდა გავეკეთებინა და თუ ჩავითრევდით შემდეგ ხდება ამის გაკეთება თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ვხედავთ იაპონია იღებს ქულებს მას შემდეგ რაც ჩვენ ერთადერთხელ ანგარიშის გამხსნელი ჯარიმა გავიტანეთ აქ დარტყმა საკმაოდ იული პოზიციიდან არის ეს დარტყმა და კი ბატონო ზუსტია თედო 6-13 29 წუთზე ლის დარტყმა კარგი ჩანს ანგარიში ხდება სამწუხაროდ 19-6 მაგას მე შენზე კარგად მაგას ვერ ვიცი გადავარჩინეთ გავიტანეთ აბა ხაზზე არის კახოიძე შენკენა ვეღარ მოახერხა მაგრამ უნდა მივაბა რამდენს გვინელებენ იაპონელები ამ შეტევაში არის შენკენა წვალედე დემეძაპლაძე ლეოს ავტორი და 14-19 ძალიან მნიშვნელოვანი გადასახვა გვიწევს ახლა რომ შევასრულოთ და 3 ქულამდე დავიყვანოთ სხვაობა. არ ვიცი რაღაცას საუბრობს ახლა იაპონიის ნაკრების კაპიტანი მატჩის თავარსას და ვიმედოვნოთ რომ არაფერი, მაგრამ უნდა ვთქვათ აუცილებლად საბა რომ ძალიან ხშირად გვინელებდნენ ბურს და არ გვაძლევდნენ საშუალებას იმისა რომ ამორბენი დარტყმა არა ზედლევოს ხაზზე მორკინალები აი ახლა უნდა დავჩეჩქოთ აი ახლა გვინდა ჩვენი მძიმე ბიჭები მიდით ბიჭებო ძალიან ცოტა არის უმნიშვნელოვანეს გამარჯვებამდე ძალიან ცოტა სწრაფად ვითამაშოთ სად არის დადიელდა ჯავახია შევიდა ვერ შევედით მაგრამ გვაქვს ფუთი ჯერჯერობით გავიდა გადაბალა გაიტანე არა ვეღარ ამოვდო შეიძლება რემონტადა ეს რემონტადა საქართველოს წესულები ბრავო აბსოლუტები გავდეთ გვეკენაცვალეთ მე თორნიკე კახოიძე სასაული მიხეილოვის სტადიონზე საქართველოა ეს ბორწყალოსტების თამაშია გვეკენაცვალეთ მე ბრავო აი ეს არის ამას მოაგან თავდადებას და შეუპოვრობას ბრავო ბიჭებო კიდევ ერთხელ ვანახეთ სოფლიოს თუ ვინ უნდა იყოს იმ პირველ 12-ში სადაც არ მიგვიღეს ასე და რა მნიშვნელოვანია ზელებს წინ კი ყველაზე მნიშვნელოვანია და როგორი გადამწყვეტი 2 წუთი უბრალოდ ბურთი უნდა რაღაც პრაგმატიზმის იმიჭირდება ახლა ამ ჯანდაძე რა თქმა უნდა ზუსტია 23-22 2 წუთი სათამაშო მოდიან აგრესია მალე გადავგორდეთ მალე ბიჭებო არ გვინდა რაღაცა სულეული ჯარიმა აღჭირდება ზემოთ ნახე გაჩერებულები იღებენ უკვე წნეხში არიან ვერაფერს ვერ აკეთებენ იაპონელები ჯერჯერობით სამოასთან მატჩი გამახსენდა სოსო ამ მოედანზე მოგებული გადი მალე კარგია ისევ იაპონელები გენაცვალე არა Tackles on the wrong side and affecting the players into the ball. Option. Shot a goal. ეჭვა შესრულებულია არა ახლა ვარც
დამრტყმელის იმედად არა რომ ეს დარტყმა გაცვლიდება. თუმცა სამართლიანი ჯარიმა უნდა ვთქვათ, მაგრამ რატო აი არის. დარტყმა ზუსტია და ამ დარტყმის სიზუსტე ნიშნავს იმას, რომ საქართველოს იქნება მესამე კალათაში ბოლო თამაშს 2030 წლამდე პირველი რანგის გუნდებთან მარცხით დაასრულებს. იყო ბრძოლა, იყო არა მოდი თქვათ რომ ეხა ეს მოგებული თამაში იყო და ბავშვური იყო დაბრუნება და იყო ყველაზე ტბილი მოგება. არ ვიცი